გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე, ახალ ამბებს გიორგი აბაზაძე გაგაცნოთ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. 2026 წელს საქართველო კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი იქნება და გასულ წელს დაფიქსირებული ძლიერი ეკონომიკური ტენდენციები გაგრძელდება. ეს გაეროს ანგარიშში წერია. 5.4%-იანი ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება მეზობელი ქვეყნების აზერბაიჯანისა და სომხეთის მაჩვენებლებს. ანგარიში ასევე ეხება აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებსაც. 2026 წლის პროგნოზით საქართველოს ზრდის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება უკრაინისა და მოლდოვის მოლოდინებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026 წლისთვის. როგორც დოკუმენტში აღნიშნული, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა ორმა საკვანძო სექტორმა: ტურიზმმა და მშენებლობამ. სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტირების მომზადებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა. პროექტი თბილისში ეგრეთ წოდებული არსენალის მთაზე გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს. სამთავრობო ქალაქის ტერიტორიაზე პარლამენტის შენობა, მთავრობის ადმინისტრაცია, სამინისტროები, ასევე თბილისის მერია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განთავსდება. პროექტის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე ერთიანი სივრცის შექმნა, უწყებათა შორისი კოორდინაციის გაძლიერება და ოპტიმიზაცია, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარება. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ნიდერლანდებში უტრეხტის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან. ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ბენელუქსის ქვეყნებში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან და 10-მდე კერძო კომპანიასთან ერთად ეროვნული სტენდი წარდგა. ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები და ვიდეო რგოლების ჩვენება მიმდინარეობს. ვიზიტორები ეცნობიან საქართველოს ზამთრის კურორტებს, სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტსა და მარშრუტს. გამოფენის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობს Travel Trade Days 2026-ში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ შეხვდნენ საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, სერვისის მიმწოდებლებსა და ეგრეთ წოდებულ ბაიერებს. შეხვედრაზე საქართველოში ტურისტული ჯგუფების გაგზავნის, ტურების დაგეგმვისა და ღონისძიებების ჩატარების საკითხები განიხილეს. საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის პირდაპირი ავიარეისები სრულდება, რაც ხელს უწყობს ტურისტული ნაკადის გაზრდას ბენილუქსის ქვეყნებთან. ჩვენთან ერთად არის 10-მდე ქართული კომპანია, იცით რომ აღნიშნული ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი სამიზნე ბაზარი არის, მით უფრო რომ პირდაპირი ფრენები გაგვაჩნია. ამ ღონისძიების პარალელურად არის დამატებითი ღონისძიება, სადაც B2B შეხვედრების ფარგლებში ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვს, რომ მეტად საქმეზე ორიენტირებული ბიზნეს შეხვედრები გამართონ და ფიქრობთ, რომ წელს დამატებითი აქტივობები, როუდ-შოუები გვექნება, რითაც ბევრად მეტ ჰოლანდიელ მოგზაურს მოვიწევთ საქართველოში. ვიღებთ მონაწილეობა სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში. წელს გამოირჩევა, რა თქმა უნდა, დიდი ინტერესით ჩვენი ქვეყნისადმი. ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი ევროპელი ტურისტი ეყოლება ჩვენს ქვეყანას. მე ველოსიპედისტი ვარ, ძალიან ბევრი ფოტო და ვიდეო მაქვს ნანახი საქართველოსი და მართლაც აღფრთოვანდი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ექსპოზე, რომ გავიგოთ რა შესაძლებლობებია ველოსიპედით მოგზაურობისთვის, რადგან საქართველო როგორც სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულება ძალიან საინტერესოა და მართლაც უნიკალური. აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. მას ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა ედება. ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბენის ჩხრეკის შედეგად ნიტკიცება დამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეფედრონი. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდიან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს. ბრალდებულებს სიტყვიერი დაპირისპირება მოვიდათ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პატრული ინსპექტორთან, რის შემდეგაც ჯგუფურად თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას. თავდასხმის შედეგად პოლიციელმა სხვადასხვა არეში დაზიანება მიიღო, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა, მათ 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრ ოქროს კიდობანში დაახლოებით 300 კვადრატული ფართი დაიწვა. გამოწვევის მიზეზი უცნობი, არსებული ინფორმაციით ცეცხლი თავდაპირველად ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. მიყენებული ზარალის ოდენობას ექსპერტიზის შედეგად დაითვლიან. ხანძრის შეტყობინების შემდეგ დაახლოებით 5 წუთში გამოცხადდნენ სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები. ამ დროისთვის მობილიზებული იყო 17 სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან მოხდა დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია. საარესტორნო ფარჩი გაჩნდა სავარაუდოდ. დაშავებული არავინ არ არის საბედნიეროდ. ხანძარი როგორც ესეთი არ ჩანდა აქედან. ჩანდა მარტო კვამლი. ეს კვამლი იყო მესამე სართულზე. მე მეორე სართულზეც ჩამოვიდა უკვე თანდათან კვამლმა გავრცელება დაიწყო. ძალიან მალე სადღაც 5 წუთში უკვე ევაკუაცია მოახდინეს ადამიანების. ზვავის საშიშროების გამო გუდაური კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური ფოსტა კობის მონაკვეთზე ზვავის საშიშროების საფრთხის დონე მაღალია. უსაფრთხოების მიზნით ამ მონაკვეთზე აკრძალულია გზის გაწმენდითი სამუშაოებიც. სამუშაოები აქ ზვავის საშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარკვეული სახის მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში. სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 93-107 კილომეტრზე გუდაური ფოსტა კობის მონაკვეთზე ზვავის საშიშროების გამო შეზღუდულია მოძრაობა. დაწესებული რეჟიმი არის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ. რეჟიმის მოხსნისთანავე საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია მყისიერად დაიწყებს გაწმენდით სამუშაოებს. ასევე მინდა აღვნიშნო ისაკითხი, რომ სხვა დანარჩენ საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა თავისუფალია, გარკვეული რეჟიმები გვაქვს დაწესებული მაღალმთიან რეგიონებში. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებულების პროცესზე სამედიცინო კომპანიის წარმომადგენლები დაიკითხნენ, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვის დეტალები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ ხელშეკრულება საიდუმლო შესყიდვით გაფორმდა. ბურჭულაძეს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თავდაცვის სამინისტრომ თანხა რაც გადაიხადა ამ აპარატურის მონტაჟის ხელშეკრულებით შედიოდა მოტანა, მონტაჟი, ოთახის მოწყობაც და ყველაფერი. ეს ვალდებულებები გადანაწილებული იყო იმ კომპანიას. დაიკითხა ორი პირი იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც უშუალოდ პირველ რიგში შემოიტანეს ერთი მხრივ ეს აპარატურა. შემდგომში ამ პირველმა კომპანიამ მიყიდა მეორე კომპანიას, მეორე კომპანიამ მესამეს და მესამე მეოთხეს. სწორედ ამ მეოთხისგან შეიძინა უკვე თავდაცვის სამინისტრომ ეს აპარატურა საბოლოო ჯამში, ანუ ასე ვთქვათ, მეოთხე კომპანიებისგან იმგვარი ფასნამატით, რომ როგორც მოწმეება დაადასტურეს, ეს იყო დაახლოებით 3-ჯერ და 4-ჯერ უფრო მეტი ფასი, ვიდრე რეალურად ბაზარზე არის. ამას ამბობს ბრალდების მხარე ზუსტად, რომ არარეალური გარიგებები არის დაშედგენილი ამ აპარატურის შეძენის პროცესში, რისთვისაც გამოყენებულია სხვადასხვა სახის კომპანიები, მაგრამ ეს ყველაფერი არის იმის დასაფარად, რომ ასე ვთქვათ, ეს არ გამჟღავნებულიყო ამ თანხის მითვისების პროცესი. ზედიზედ მეორედ საქართველოს სპორტულ კარატეში პრესტიჟულ ტურნირს სერია 100 მასპინძლობს, რომელიც 2026 წლის საერთაშორისო სეზონის გახსნითი შეჯიბრებაა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მსოფლიო კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს და საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ შეხვდა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. სერია A-ზე, რომელიც გუშინ დაიწყო 77 ქვეყნიდან 1300-მდე სპორტსმენი დარეგისტრირდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები კი 13 კარატისტის შემადგენლობითაა წარმოდგენილი, რომლებიც პრესტიჟულ ტურნირში დღეს ჩაერთვებიან. შეჯიბრება 11 იანვარს დასრულდება. შეჯიბრება მიმდინარეობს მაღალი ხარისხით, საკმაოდ დრო ქონდა მოსამზადებლად, დაუთმეთ დიდი რესურსი ადამიანური ამ შეჯიბრების ორგანიზებას. და მე მგონი რომ კარგი ტურნირი გამოგვივიდა. ისევე როგორც შარშან ამჯერადაც ამ ტურნირის ორგანიზებით უზომოდ კმაყოფილები ვართ. ტრადიცია მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება და თბილისი მსგავსი დონის შეჯიბრებას კიდევ უმასპინძლებს, რაც იმედი გვაქვს, რომ საქართველოში სპორტის სამსახეობის განვითარებას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს. დაიგეგმა სამომავლო პერსპექტივები,
არის საუბარი 2027 წლის კიდევ უფრო მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას და ალბათ ამას მოგვიანებით უკვე ფედერაციასთან გავივლით. რაც შეეხება ღონისძიებას, ძალიან მასობრივია, კარგად ორგანიზებული და ვფიქრობ, რომ სპორტული შედეგებითაც ჩვენი სპორტსმენები ღირსეულად გამოვლენ. ქრონიკა ამ დროისთვის დასრულებულია, პირდაპირ ეთერში ზუსტად 14 საათზე ვბრუნდებით.